ავსტრალიაში ყოველწლიური მიგრაციის ფარგლებში ათობით მილიონი წითელი კიბორჩხალა ოკეანისკენ მიემართება. ეს ინდოეთის ოკეანის ტერიტორიის, კერძოდ კი შობის კუნძულის ყველაზე თვალწარმტაცი სანახაობაა. ამ პატარა კუნძულზე ადამიანთა მცირე რაოდენობა ცხოვრობს და ისინი კიბორჩხალებს ყოველთვის უწყობენ ხელს მიგრაციაში. შობის კუნძულის ეროვნული პარკის მენეჯერმა ალექსია იანკოვსკიმ განაცხადა, რომ ინდოეთის ოკეანეში მდებარე პატარა ავსტრალიურ კუნძულზე 200 მილიონამდე ენდემური კიბორჩხალა ბინადრობს. წელიწადის ამ დროს კი მათგან დაახლოებით 100 მილიონი ტყის სოროებიდან სანაპიროსკენ მიემართება გამრავლებისთვის. დღის შუა პერიოდში, როცა ცხელა და მზეა, ისინი უბრალოდ ჩრდილს ეძებენ, მაგრამ დილით ადრე და საღამოს ისინი მასობრივად გამოდიან და ნელ-ნელა მიდიან გზებზე, ტროტუარებზე, ბაღებში, სანაპირომდე. თითქმის ყველაფერი წითელ ფერშია შემოსილი. დილა-ადრიან და საღამოობით კუნძულის გზებსა და ბაღებს ნელა მოძრავი კიბორჩხალების უზარმაზარი არმია ფარავს, რომლებიც სანაპიროებისკენ მიიწევენ. ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ეგონოს, რომ ისინი შემაწუხებლები არიან, მაგრამ ჩვენი უმეტესობა ასე არ ფიქრობს. თუ შესასვლელ კარს ღიას დატოვებთ, სახლში დაბრუნდებით და მისაღებ ოთახში წითელი კიბორჩხალების მთელი თაიგული და გვხვდებათ არ უნდა გაგიკვირდეთ. ზოგიერთ ადამიანს თუ დილით მანქანის ეზოდან გაყვანა სჭირდება, თავად უნდა გაიყვანოს კიბორჩხალები უსაფრთხო ადგილას, თორემ ავტომობილის საბურავი მათი პირველი მტერია. ასე რომ დიახ, ისინი წელიწადის ამ დროს ჩვენს ცხოვრების წესს სვლიან. სანაპიროზე მამრი კიბორჩხალების სოროებს თხრიან, სადაც მდედრები 2 კვირის განმავლობაში კვერცხებს დებენ. ახლად გამოჩეკილ კიბორჩხალებს კი მდედრები ზღვის მოქცევაში უშვებენ. ისინი ამ მოგზაურობაში 1 თვეს ატარებენ, შემდგომ კი კვლავ სანაპიროზე ბრუნდებიან.